მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისში ბნელოდა, ერთი ნათელი წერტილი გქონდა თბილისელებს და ეს იყო მაშინდელი მეტეხი სასტუმრო. მას შემდეგ აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელი გავიდა და ეს სასტუმრო დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს არა მარტო მე, არამედ თბილისის ყველა სტუმარს, თბილისის ყველა მაცხოვრებელს. მარიამ, რა კარგ დროს შემხვდი ზუსტად. ეხლა გვინდოდა მოგვეყოლა ჩვენი მაყურებლისთვის წლევანდელი სიახლეების შესახებ, რა ხდება წელს შერატონში. აუზზე ცალკე უნდა წამიყვანოთ. ტრადიციულად გვაქვს ბევრი სიახლე, სეზონის გახსნა გვაქვს აუზზე. ტერასები არის ჩვენი, ყველა რესტორნის ტერასა არის უკვე ღია და შეგვიძლია რომ უმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს და რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი საუზმე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფხულის აქტივობა. წავიდეთ. ამასობაში ერთი ძალიან კარგი ადამიანი შემოგვიერთდა, რომელიც ვერ გავუშვი და ამიტომ ესე მიკროფონით. ეხლა ხომ ტრენდულია ესე რომ იწერენ ხოლმე და როგორ ხარ? კარგად, დილას მოვედი სხვათა შორის 7 საათზე ვივარჯიშე ჩვენს არაჩვეულებრივ სივრცეებში. ყოველგვარი დააყოვნების და შეყოვნების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აი მართლაც რომ არაჩვეულებრივი საუზმე გვაქვს თბილისში. თეა, რომელიც არის ჩვენი საუზმის დედოფალი, ზარეული, ისე შემოგთავაზებს ყველაფერს, რომ უარს ვერ ეტყვი და რაც არ უნდა კალორიების ფლაზე იყო მობრძანებული ჩვენთან, რომ მოგართმევს იმ ცხელ ხაჭაპურს, მაია, ან შოთის პურებს გამომსხვარს, აი უარს ნამდვილად ვერ ეტყვი ვერანაირად. მიხედვით თუ ვიმშრალეთ, მაშინ ძალიან ბევრს ვარჯიშობ. კი, და ჩვენი სავარჯიშო სივრცეები ნამდვილად მაძლევს ამის საშუალებას. თეა, რამდენი ხანია შერატონში მუშაობ? რაც გაიხსნა ახლიდან უკვე მერვე წელია. რას ვიმზადებ დღეს განსაკუთრებულ საუზმედ? ყოველი დღე ჩვენთან განსაკუთრებულია. დღეს გაგიმზადებ ცხელ შოთებს, შამპურზე ხაჭაპურს, ბენედიქტ სალმონით და თუ კიდე რამე სურვილი გექნებათ თქვენ, ჩვენთან ყველაფერი არსებობს ის, რომ თქვენ იყოთ მაყოფილი და სტუმარი იყოს. ჩიტის რძე? ჩიტის ძესს მოგიტანთ. ვიცი რომ აქციები არის, რაღაცები საჩუქრად შედის, რაღაცები ახალია, მოდია ვნახოთ. აბა როგორ დაიწყო სეზონი? ძალიან კარგად დაიწყო, მინდა რომ ყველას ვუთხრა, ვიცი რომ ელოდებოდით ამას. ყველასთვის საყვარელი შერატონის ღია აუზი უკვე ოფიციალურად გახსნილია. წელს ჩვენ სტუმრებს ელოდება ძალიან ბევრი საინტერესო შეთავაზებები. მაგალითად უქმეებზე, აუზთან თქვენ განწყობაზე იზრუნებს DJ ცოცხალი მუსიკის შესრულებით. ხოლო სპეციალური პაკეტის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ სიამოვნოთ შერატონის ცნობილი საუზმით. ჩვენთან როგორც ყოველწლიურად გვაქვს ყველასთვის საყვარელი აქცია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან დაჯავშნით ნებისმიერ სპა პროცედურას, შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნოთ ამ ღია აუზზე სრულიად უფასოდ. ეხლა მითხარი რა პროცედურებია სპაში? ტანის მოვლის პროცედურები, სახის, სკრაბები, გადახვევები, ჰამამის პროცედურებით გვაქვს სასწაული და წელს ვიყენებთ უკვე ახალ ბრენდს, ახალ პროდუქციაზე გადავედით. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ესპანური ბრენდი ჟერმენ დე კაპუჩინი. და ასევე გვაქვს ექსკლუზიური პროცედურები, რაც არის თვითონ ბრენდისგან, ჟერმენ დე კაპუჩინისგან, როგორც არის ოქროს პროცედურა, მაგალითად არის ყველაზე ეს დედოფლური და ანუ რა მთლიანად ოქროში უნდა კი ბატონო, ჩამოხლოთ? სრულიად ვაკეთებთ ოქროს გადახვევას და მე კანი არის ძალიან დატენიანებული, ბზინავს და ვფიქრობ, რომ აი ზაფხულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურა. ჩვენს გიჟურ ცხოვრებაში პაუზის აღება გვჭირდება და სწორედ პაუზა ქვია შერატონის ლეგენდარულ სპას სახელად, სადაც ისეთ პაუზას აიღებთ, რომ ნამდვილი რესტარტი იქნება მომავალი კვირისთვის და აქვე ერთი აქცია მინდა გიამბოთ, საიდუმლოთ, არავის არ უთხრათ, ვინცთვის მანძილზე 5 შესვლას აიღებს სპაში, მას საუზმე ეკუთვნის საჩუქრად. მეორე აქცია კი ასეთია, გაიკეთეთ საუკეთესო მასაჟი და მთელი ეს სერვისი აუზიდან დაწყებული თქვენს განკარგულებაშია.
შემოსვლის წუთი და საოცარი განწყობა, სუნელი რა თქმა უნდა, ხა კაცში შეუძლებელია გადმოგცეთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სუნელი, სიწყნარე, სიმშვიდე, განათება და აქედან უკვე შევდივართ შიგნით, სადაც ჯადოსნური ამბები გველოდება. ია, ეხლა სანამ შემოვიდოდი, თქვენი მენიუს გადავხედე და ცალკე ეწერა კაცის მასაჟი. კი ბატონო. ხო და სიმართლე გითხრა, ეს მე ფაქტობრივად არც მახსენდება სხვა სპაში მენახე, რა მე გამორჩეული მასაჟია? კი ბატონო, ჟერმენ დე კაპუჩინის აქვს ცალკე სახის პროცედურა მამაკაცისთვის, სადაც ცალკე მამაკაცისთვის შექმნილი პროდუქცია არის. და ასევე კი ცალკე გვაქვს გამოყოფილი მამაკაცის მასაჟი, რომელიც არის ესე ვთქვათ ძლიერი მასაჟი. ფიქრობ ძალიან კარგი სასაჩუქრე შესაძლებლობაა. აჩუქო მამაკაც მასაჟი, თავის მოვლა, მთელი დღის გატარება ამ გადასარევ სივრცეში თავის აუზიანად. ძალიან მომეწონა ეს აზრი. აი შენ როგორც ამ საქმის სპეციალისტმა, კარგად აგვიხსენი ამ ყინულის აუზის ხიბლი, რას აკეთებს ჩვენი სისხლძარღვებისთვის და ჩვენი ენერგეტიკისთვის მისი გამოყენება. კი ბატონო. ცივი აუზი ნამდვილად ძალიან დიდი ფუფუნებაა დღეს სპაში და ძალიან ბევრი სხვა შორის ჩვენი წევრი დადის ზუსტად ცივი აუზის გამო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობა გვაძლევს მაგის საშუალებას, ძალიან კარგია საუნის მერე ჩასვლა ცივ აუზში, რაც ასე ვთქვათ აძლიერებს და აჯანსაღებს. შემდგომ აუცილებლად ვთავაზობთ ჩვენ სარელაქსაციო არეას, სადაც შეუძლია რომ დაისვენოს მასაჟის შემდეგ და მიირთვას ჩაი. გიზდები ამ აუზზე როგორი ფერის წყალია და თქვენი ბარი მიყვარს კიდევ ძალიან. ვთხოვე ფორთოხლიანი კოქტეილი მოემზადებინა ჩემთვის და აი ნახოთ რა იქნება და როგორი იქნება.